აი აქ უკვე მე რამდენად მოხდა ესეთი რაღაცა. ეხლა შეიძლება ცუდად გახდა ვიღაცა, მაგრამ 1-2 მომხდარა ავარიაც. ნეტა რა ხდება. მე რამდენად შემთხვევა აი აქ ბავშვების სქროლით დაქრიან ხოლმე. თან იქით ჩვენსკენ მეექვსეში პარკი რო არ იქიდან ჩამოიქროლება ხოლმე და ისე გადმოაჭრიან ხოლმე ამ გზისკენ გიჟაბებით და არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ სახე კონდა აჩხოტილი. ბავშვი იყო 15 წლის და ხელს უხვევდნენ სასწრაფო. ჩვენ წავედით მასაჟს და მივდიოდი მასაჟს და მაგრამ გეგმები ცოტა ხნით შეიცვალა. მასაჟი გადავწერეთ 6 საათისთვის. ეხლა უთბად ჩემს შეკვეთებს ჩამოვარიგებ. ერთი არის საბურთალო, მეორეა ვარკეთილი. ასე რომ ერთად წავიდეთ, წეღარო მოვდიოდი. ავარია იყო. არა და თითქოს ხო ცალმხრივია, თითქოს არაფერი არ უნდა მოხდეს, თითქოს ყველაფერი კარგად უნდა იყოს, მაგრამ აი მაგ ტერიტორიაზე კარგულთან ყოველთვის რაღაცა ხდება. ერთხელ ჩემს თვალწინ მოხდა ავარია, მეორედაც ჩემს თვალწინ მოხდა ავარია. მესამედ კიდევ სადღაცას ვიყავი. გოგონა რო დაიღუპა, მან მოხდა ავარია. არა და ცალმხრივია, ხო? ყველაფერი კარგად უნდა იყოს, მაგრამ არა. აი მე წვიმას იწყებს, ხოლგაც არ მაქვს. და ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს არის ის, რომ მივდივარ ვლოგს ვიღებ. ზოგი მანქანი და ხტება ისე იყურებიან, ზოგი გვერდზე გამვლელი გიყურებს გიჟივი, ზოგი იქით რაღაცა რეპლიკები მესმის და მოკლედ. აი ეს არ მომწონს. აი ხა წინიდან ვიყურებს. რატო რა გინდა ჩემს მივდივარ და ვიღებ, ხო? ღმერთო ესეთ წვიმა არ წამოვიდოდეს. რა შემაწუხოს. სოროკ ჩიმჯიმა. Симон компот. ორგზა ექვსი გაჩერება უნდა გავიარო, მეგობრებო, რომ ერთი შეგავიდანო და შემდეგ უნდა მოვტრიალდა და პარკეთილში. იქაც დაახლოებით ხვდებით ხარ, რამდენი გაჩერება გასავლელი. ამინდი მოგულია. დილასა გამოცისია. კაციშვილი არ პასუხობს, არ პასუხობენ ჩემს ზარს, არ პასუხობენ ჩემს შეტყობინებებს. ასე რომ ეხლა რაღაცა აი ესე ძალიან საყვარელ ეზოში ვხვდი და ველოდები იქნება ნახონ ჩემი ნარეკი. თუ არა და არ ვიცი რას ვიზავ, სავარაუდოდ დავტოვებ სადმე იქით კაფეებია და სავარაუდოდ იქ დავტოვებ და ვეტყვი რომ აქ დავტოვეთ თქვენი შეკვეთა და წაიღეთ თქო. აქეთ სიბინძურია, ქვევით არ არის ლამაზი. აი ეს არის ლამაზი. ბანანის ხია მე მგონი თუ რაღაცნაირად ეძახიან ამას. ასეთი არქის შენობა არის საყვარელობა. ესეთი ველოდები ჩემს კლიენტს, მაგრამ კაციშვილი არ პასუხობს, არ მიყვარს ხოლმე მსგავსი რაღაცაები, როცა მოვიდან ხოლმე შეკვეთას და დიდი ხანი მიწევს ხოლმე ლოდინი, რეკვა. და რო არ გპასუხობენ, მომწერა, სიყვარელია. და თქო ყოველთვის ესე არა, როცა რაღაც რაღაცა მიმოქვს, 9-მთა უნდა მოვიარო და მერე უნდა მივიდე ხოლმე წარმოიდგინე, ხა მე აქ ხო გავიარე, ხა ჩვეულებრივ აი გავიარე, მაგრამ იქით შემიყვანა, იქით გადამახვევინა, იქით გადმომახვევინა და ბოლოს ეს გოგონა აი სადახარტო გზის პირზე არის გვირავ და ავერსი საფთიაქია და ველოდები ხა ჩამოვლენ. შეკვეთა ხო მივიტანი აგერ ჩემს წინ ბიჭიმიდის და გადავეცი ჩემს შეკვეთა, მაგრამ რო ველოდებოდი ავერსი საფთიაქთან ქალბატონი მოვიდა თავის ოჯახთან ერთად და აი ნუ თქვენი გამოვწერიო და ისეთი საყვარელი იყო, ისეთი საყვარელი ოჯახი იყო, აი აქედანაც მოგიკითხავთ, ესე უცბად რაღაცა მომიწია დამშვიდობება, იმიტომ რომ ჩემი კლიენტი მოვიდა და ძალიან გამიხარდა. წარმოგიდგენიათ როგორ გამიხარდა ამ ოჯახის ნახვა. ჯერ ერთი პირველ რიგში, იმიტომ რომ დიდი ხანია ვლოგებს არ ვიხარ და საერთოდ ზოგადად მგონია რომ საერთოდ აი მას არ საინტერესებს ჩემი ცხოვრება და მე ხო საერთოდ არც აღარ ვახსოვარ, მაგრამ ისეთი საყვარელი რომ მოვიდნენ ეგრევე ვიგრძენი რომ არა ნანუტა
ეს რა ძალიან საყვარელი შვილი იყო. თვითონ ეს საყვარელი ყავდათ პატარა. ნაყინს ჭამდა უბერავდა ისე გემრიელად. ძალიან საყვარელი ბავშვი იყო და მოკლედ ძალიან გამიხარდა და უღრმესი მადლობა რომ ესე მოდიხართ ხოლმე ჩემთან. ვიღებ არ ვიღებ ვლოგებს, მაინც რა ვიცი გახსოვართ, გიყვაროთ და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. საერთოდ ვარ საერთოდ ერთი ვიცი რომ მეპი მიჩვენა საი აქ არის გაჩერება და ხო აგერ არის და ამ გაჩერებაზე უნდა ჩავჯდე 300-ში და წავიდე ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე. ხტობი, მოგვიჟაზე ვარ. შემოვა ჩემი ფაილე. იცით ყველაზე ცუდი რა არის მოკლეკაბაში? ჯდებით. და ვერ ჯდებით გემრიელად. კარგად მე შეისწოროთ, რომ ცუდად არ დაჭდეთ, უგემურად არ დაჭდეთ, ბინძურად არ დაჭდეთ. ველოდებით 4 წუთში მოვა. 10 წუთის უკან მოვედი და ეწერა 4 წუთში 300-აც. კიდევ რამდენი ხანი წერდა 4 წუთი არ ვიცი. ნამჩვენი ავტობუსი მოვა. ახლა მაინც შევიტანოთ ანგარიშზე. მოდიახ. და 300-ო არის ახლა ეს რა უკეთურად აჩვენებს. ავედით შემდეგ ლოკაციაზე, როგორც იქნა ავტობუსი მოვიდა, მე ისე არხეინად წინსი ვარ. ეხლა ამასაც გავიტანდა, მერე გავალ refresh room-ში, გავიკეთებ ანტიცელულიტურ მასაჟს. დღეს იქნება უკვე მესამე მასაჟი. და ველოდები ძალიან კარგ შედეგს ლაივშიც ვთქვი, რომ ძალიან კარგად მომუშავებს. ძალიან ძლიერი ხედი აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ანტიცელულიტური მასაჟის დროს. ისე რუსთაველი თავისუფლად სულ გადათხრილი როა, ალბათ სხვა გზით წავა ახლა ავტობუსი. გარეთ წვიმა წამოვიდა. დღეს ძალიან ბევრი ნაწნობი შემდგა გარეთ. ძალიან ბევრი. ძალიან მიყვარს ეს ადგილი რუსთაველი თავისუფლად ძველი თბილისი. ძალიან მიყვარს და მე და ჩემი მარი ვაპირებთ რომ წავიდეთ სადღე. დიდი ხანი არ ყოფილვართ. და სადმე აქეთ მხარეს, თუმცა ახლა გადათხრილია და ესე ვერ ვისეირნოთ, მაგრამ არა უშავს არის ადგილები, სადაც შევძლებთ რომ ვისეირნოთ. გადათხრილია მთელი რუსთაველი თავისუფლება. ეს ავტობუსები ხო საერთოდ განაირად დადიან ვერ ამოვხსენი. ჩემი გეგმები თითქმის ვარკეთილში მისულზე შეიცვალა, მეგობრებო. ეცადაც მე მეკონა გამიგეს. მასაჟზე მაგვიანდებოდა, ამიტომ გამოვტრიალდი ძალიან დიდი ხანი მიდიოდა საბურთალოდან ვარკეთილში ავტობუსი. ამიტომ ვერ მივიდა და მომიწია რომ ისანში ჩამოვსულიყავი და წამოვსულიყავი ახმეტელზე მასაჟზე, იმიტომ რომ არ მინდოდა რომ ჩამეგდო ეს დღე. მალე მივდივარ, კიდევ დაახლოებით 2 მასაჟს მოვასწრებ და 1-5-6 მაინც რომ მოვასწრებ, კარგი იქნებოდა. ამიტომ ეს დღე არანაირად არ უნდა ჩამეგდო და
ეხლა აქ ცუცულ მარისთან ვიყავი ასულ, მაგრამ ჩამოვედი რაღაც თანხა მქონდა ბარაძე ჩასარიცხი და მაგიტომ ეხლა ისევ ავალ და გავიკეთებ 1 საათი ძალიან კარგ მასაჟს. მოვინაკლეთ ერთად, მოდი დავინახოთ დიხანია ვლოგი არ დავიწყე დღეს ვლოგის გადაღება, მოდი ცოტა ახლოს მივიწიოთ. დიახ, როგორი ლამაზები ვარ და შავებში რა. მოგეთ მოვიდი მასაჟზე. დღეს არის მე რამდენი პროცედურა? მესამე და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომწონს გუში ლაივშიც თქვი. და აქაც ვიტყვი, რომ მაგრამ აქაც მეც მაქვს შედები. ხო ხედავ? კოლებზე? და მე აი ამას ვგრძნობ მეც. ამასაც ვგრძნობ სხვათა შორის. რომ დავდივარ დიდად აღარ მაწყობს. ნება პლუს მასაჟი. ძალიან ნანუ დაგვარაცხელია უკვე გააფუჭე. პირველ რიგში საკუთარ თავს მინდა მივულოცო 57 კილოგრამი. წლის განმავლობაში პირველად ვხედავ საკუთარ თავზე, რომ არ მაქვს ისეთი დიდი ღიბი, როგორიც მახასიათებს ხოლმე ყოველთვის. ახლა შემიძლია დავდგე აი ესე და საერთოდ არანაირი კომპლექსი არ მქონდეს. თუმცა მინდა ვაღიარო, ცხოვრებაში ერთადერთი თუ რამის კომპლექსი მაქვს, ხო ვიღაცას ეგონება, რომ შეიძლება თვალის კომპლექსი მქონდეს, მაგრამ თვალის კომპლექსი საერთოდ არ მაქვს, მეგობრებო, კომპლექსი მაქვს ღიბის. მე არ ვარ არც მაღალი და არც ხვართალა, თუმცა ჩემი სიმაღლე არის 160 სანტიმეტრი და ძალიან მომწონს ის სიმაღლე, რა სიმაღლეშიც ვარ მე და ზოგადად უფრო მომწონს მინიატურული ადამიანები, აი 160-165 სანტიმეტრი გოგონასთვის არის ძალიან ლამაზი ჩემთვის, თუმცა ასევე ძალიან მომწონს მაღალი გრძელფეხება, ესეთი ხვართალა, ლამაზი სხეულით გოგოები. ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩემი წონა მერყეობდა 62-დან 64 კილოგრამამდე და მინდა გითხრათ, რომ ახლა ვარ 37 წლის და ეს მოხდა ცხოვრებაში პირველად, რომ მე ვიყავი 64 კილოგრამი. მე არ ვამბობ, რომ რაღაცა ეს კატასტროფული ციფრებია სასწორზე, საერთოდ არა, მაგრამ ჩემთვის ეს არის მიუღებელი. მე მინდა ვიცხოვრო ისეთ სხეულში, როგორიც მე მომწონს. მე მინდა ვიყო იმ წონის, რა წონისაც მე მომწონს, თორე ზუსტად ანალოგიურად მესაყვარლებიან ჭარბწონიანი ადამიანები, როგორც მაგალითად მესაყვარლება გამხდარი, ხო? ანუ ზოგჯერ წყინთ ხოლმე, რომ რატო ლაპარაკობენ სიგამხდრაზე, იმიტომ რომ ვიღაცისთვის ვიყო мотиваცია, მაგალითად ანალოგიურად ვყოფილ ვარ მეც ძალიან ბევრჯერ მოუწერეთ, მაგალითად განქორწინების დროს, როცა YouTube-ზე ვდებდი ხოლმე ვიდეოებს, ძალიან ბევრჯერ მოუწერიათ, რომ თურმე რამდენი ადამიანი გადის ამ მე მეგონა, რომ ის საწოდავი ერთი მე ვიყავი, რომელსაც თავის საკუთარ დაბადების დღეზე ჩაუნიშნეს სასამართლო, სადაც უნდა განქორწინებულიყო თავის მეუღლესთან და თურმე რა უბედური და რა საწოდავი ვიყავი და TikTok-ზე რო ვთქვი ეს ნანუტა ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა თურმე რამდენი ყოფილა ჩემნაირად და მე მეგონა, რომ ამ სამყაროში ერთადერთი ვიყავი, ვისაც თავის საყვარელ დაბადების დღეზე და ვგიჟდებოდი ჩემს დაბადების დღის აღნიშნულზე ყოველ წელს რაღაცნაირად აღნიშნავდი ხოლმე და ჩემო მეუღლემ, რომელმაც თავისი საქორწინო ბეჭედი ზუსტად 17 გრამი გაიკეთა იმის გამო, რომ მე 17 თებერვალს მქონდა დაბადების დღე, ამ დროს მე 17 თებერვალს ჩემი ყოფილი მეუღლე მეძახის სასამართლოში განქორწინებაზე წარმოგიდგენიათ, თავი ყველაზე უბედური მეგონა და ეს რომ ვთქვი, იმდენი გოგოსგან წამოვიდა ანალოგიური შეტყობინებები, რომ თურმე მარტო არ ვყოფილ ვარ და ანალოგიურად ახლა მინდა ავღნიშოთ ჩემს წონის კლებაზე ასე ხმამაღლა ვიდეოებით, კვებით და მთელი ამბებით, იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ზუსტად ვიცინავ და ქიძი არიან ორსულები, ახალბედა დედები, რომლებსაც ძალიან მალე უნდა რომ დაიბრუნონ თავიანთი ფორმები, თავიანთი წონა და მინდა ვიღაცისთვის ვიყო мотиваცია, რომ შემოხედავს და თქვას, რომ აუ ეს გოგო როგორი რაღაცნაირი ტუნტულა იყო და როგორ გამხდარა, როგორი ლამაზია, აი ზუსტად მაგიტომ. აქამდეც ბევრჯერ მიცდია სხვათა შორის წონაში კლება, თუმცა
როდესაც აი აქ არ ხარ დალაგებული და აი აქ არ ხარ მშვიდი, აი არაფერი არ გამოგივა თურმე ადამიანს და ჩემ შემთხვევაშიც ანალოგიურად იყო. აქამდე როცა ვცდილობდი წონის კლებას, უფრო მეტსაც ვარჯიშობდი, უფრო მეტადაც კარგად ვაკონტროლებდი ჩემს კვებას, მაგრამ არაფერი არ გამომდიოდა. დავიკლებდი 1 კილოს, всё. გავიყინეთ იმის იქით ვეღარ ვაგრძელებთ ვერაფერს. ახლა ასე არ არის. მაშინ ვიყავი ძალიან ტოქსიკურ ურთიერთობაში და ჩემი გონება, ჩემი გულისული, არ ვიცი, ყველანაირად გადართული იყო აი ამ ყველაფერზე და საერთოდ ვერც მუშაობდი სხვათა შორის. ჩემი მეგობრები მეუბნებიან, ნანუტა, რო გადახედავ შენს სამუშაო პროფილს, ან თუნდაც პირად გვერდს, ხო? საერთოდ არაფერი ხარ, არავინ ხარ, არაფერს არ აკეთებ. ახლა ასე არ ვარ, ახლა პირიქით. ახლა დაუმშვიდდი, ახლა კარგად ვარ, ახლა არ ვიცი, უფრო სხვანაირად მიხარია ცხოვრება, ახლა უფრო მეტი მიზნები მაქვს და ყველაფერი თუ გამომდის ყველაფერი, რაც ყველაზე მთავარია. ასე რომ მეგობრებო, ტოქსიკური ადამიანები არ აქვს მნიშვნელობა ეს თქვენი მეორე ნახევარი იქნება, მეგობარი იქნება თუ ვინ იქნება, გაეცალეთ ტოქსიკურ ადამიანებს, უბრალოდ გაეცალეთ ტოქსიკურ ადამიანებს. ადამიანები, რომლებიც ვერ გაფასებენ, ადამიანები, რომლებიც ვერ ხედავენ თქვენს სიკეთეს, თქვენს დამოკიდებულებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ასეთი ადამიანები უნდა ჩამოვიშოროთ და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ მივდივართ წარმატებამდე. ღმერთო თუ უსმეს ახლა ვიდეოს. ნუ როგორც იყო. სიტყვას არ ვამატებ. ალბათ მინდა გაჩვენოთ ჩემი ახალი საცურაო კოსტიუმი. გამოვიწერე თემუზე, რომ ჩავიცვი, გავიზომე და გამოვიარე. ოპაჩკი, მეთქი, ცოტასაც დავიკლებთ და ძალიან ლამაზად ვივლით ზღვის სანაპიროზე. მაგრამ ეს არის ჩემი სიყვარული. აი, რომ სერიოზულად გეუბნებით, რომ დავინახეთ ჩვეულებრივ შემიყვარდა, არის ულამაზესი და უბრალოდ გიზიარებთ, იმიტომ რომ აქ ძირითადად კი არა და სულ ხართ გოგოები, 1-2 ბიჭი თუ გაგვერევა, მაგრამ აქ ძირითადად არიან გოგოები, დედები. და უბრალოდ ეს სილამაზე ნახეთ, მეცადეთ. ნანუტა კვარაცხელია, უკვე გააფუჭე. ანძმოღოლა. მე სიმკერავი ვარ. თუ თემუზე გამოვიწერე გვია. არა, აქ ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ ეს თოკი მოძურა. ძალიან მარტივად გამოასწორებს ახლა ნანუტა ყველაფერს, მაგრამ ეს სილამაზე აუცილებლად უნდა გაჩვენოთ. ინა მხარი არის ესეთი, ცისფერი, წინწკლებით, ეხა რომელიც ძალიან ტრენდშია და ძალიან ლამაზია და ასევე ძალიან ტრენდშია, აი ესეთი ზოლები. გნებავთ ისე ჩაიცვათ, გნებავთ ასე ჩაიცვათ, ულამაზესია ჩაცმული და ქვედა, რა თქმა უნდა, არის ბრაზილიანა, ნახევრად ღია არის, უკანა მხარე და ძალიან ლამაზად ჩანს საჯდომი და აი ხო გეუბნებით, აი ამ ფერების კომბინაცია არის ჩემი სიყვარული და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უახლოვდები იმ წონას და იმ თარიღს, როდესაც წავალ ძალიან მალე ზღვაზე და ჩავიცმევ და ძალიან ლამაზ ფოტოებს